კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. თანაპარტიელების ინფორმაციით ოპოზიციონერ პოლიტიკოს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების სახლთან დახვდნენ და მანქანაში ჩასვეს. კალაძის საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერის გაკეთების გამო ხოშტარიას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან 1-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენს უკან არის ჩვენი ოფისი, რომელზეც არის არაერთი წარწერა, ისეთი წარწერები, რომლებიც არ იშლება საერთოდ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. არასოდეს არც ერთია ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია. სამაგეროდ დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს. ჯერ ერთი ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება, უკვე 4-დან 4 პოლიტიკური ლიდერი კოალიცია ცვლილებისთვის ზის ციხეში. ჩვენთვის ეს ახალი არ არის, ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს ბრძოლის დროშას აიღებს მეორე, დააკავებთ მეორეს ბრძოლის დროშას აიღებს მესამე. ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ სისტემას, ამ რეჟიმს აუცილებლად ჩამოშლით და ის რაც როგორც კალაძე და ის კრიმინალური ბანდა იქცევა, შეშინებული, ლაჩარი, ხდალი, არაქართული რეჟიმის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელსაც ქართული ოცნება თუ ჩვენ არ ჩამოშლით და ჩვენ მალე ჩამოშლით, აუცილებლად მოიცილებს. ერთი რამ უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ. აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს, სხვა შემთხვევაში მათ აუცილებლად მოუწევთ იძულებით მათი გათავისუფლება. ელენე ხოშტარია პოლიციის თანამშრომლებმა ვერის პოლიციის განყოფილებიდან ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სოლაბოლომდე! სამხობაროს რეჟიმი! თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მისი თქმით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. პოლიტიკოს ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, კანონს დაემორჩილოს და პატივს. შეჯიბრი მიმდინარეობს ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია. გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია თუ ლევან ხაბეიშვილი. და ამ შეჯიბრში გაიჭრნენ წინ გედი და ლევანი. და ეხლა უნდა რომ წამოეწიოს ეს ერთი და მეორეთი არ გაუჭირდება არც გერაოს გადახდა ვინაიდან თუ ვინმე საფინანსებს ზოგადად და მხარს უჭერს ეს არის რუსეთი და ხოშტარიას ოჯახი უშველებელი თანხებს შემოდის ყოველთვიურად აქედან გამომდინარე გარკვეული ეჭვები ჩდება მის მიმართ და ვფიქრობ ეს ეჭვები საზოგადოებაც არსებობს განსაკუთრებით მის საზოგადოებაში რომელიც ჩვენ გვეპირისპირდება. ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც. ეს დაკავება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ყველა იმ პროცესის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და განსაკუთრებით ეშინია 4 ოქტომბრის საყოველთაო მობილიზაციის. აი ეს პანიკური დაკავებები პოლიტიკური ლიდერების მეანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ ამაზე, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების რღვევაზე და ქართული ოცნების შიშზე, რომ და იმაზე, რომ ყველა აქტიური ადამიანის განეიტრალებით მათ გონიათ რომ 4 ოქტომბრის ამ პროცესს რაღაცნაირად შეაფერხებენ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ პირიქით, ვერც ერთი ადამიანის დაკავება ვერ შეაფერხებს იმ გარდაუვალ პროცესს, რომელიც 4 ოქტომბერს საოცრებლად შედგება. ელენე ხოშტარიას დაკავება დღეს ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი და კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, იმიტომ რომ დაუშლელი რჩებიან კალაძის შტაბის ეს მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერიან სულ რამდენიმე დღის წინ და კალაძის რაღაც ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს ამჯერად პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმს აქვს ამოწურული ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ელენე ხოშტარიამ შავი ფერის მარკერით მელიქიშვილის გამზირზე კალაძის საარჩევნო შტაბთან არსებულ ბანერზე გუშინ საპროტესტო წარწერები გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო სოლიდარობის აქტი 23 წლის სტუდენტის მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც ამავე ქმედების გამო იყო დაკავებული. დიასამიძე საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 12 სექტემბერს გაათავისუფლა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე გრძელდება. პროკურატურის ინფორმაციით სასაქონლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მეგი დიასამიძის მიერ დაზიანებული ბანერების ღირებულება 380 ლარს შეადგენს.